რამდენი მეგრელი თამაშობს ახალგაზრდულ ნაკრებში? დაამარცხეს ეტანას კომენტატორი და მოიგეს 3 თვიანი გამოწერა. პასუხები მზად გვაქვს, შემოატრიალეთ. 5-3. ერთი ზუსტი პასუხი გვაქვს და სწორი არის კომენტატორი ამ შემთხვევაში. 3 მეგრელი ყავს ნაკრებში. სიგუა, ოდიშარია და მაკაცარია. რა არის 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობის ჯამური ღირებულება? 6 მილიონი და მილიონი. გეტყვით რომ მარტო აზაროვი ღირს 4 მილიონი. ჯამური ღირებულება არის 17.675. უფრო ახლოს არის 2-0. რომელ წელს ჩატარდა პირველად 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი? ამოვატრიალოთ. ზუსტი პასუხი გვაქვს 1978 წელი, ეგ არის 3-0. არასამართლიანი რატო აიცი ეგ რომ 21 წლამდე ჩემპიონატი იმყავს. შემდეგი კითხვიდან ჩემი დახმარება იქნება მონაწილეს. ყველაზე მეჯერ ეს ტურნირი მოგებული აქვს ესპანეთსა და იტალიას. რამდენჯერ? აუ, ეგეც რო ზუსტად ვიცი. მაშინ აზრი რომ მიეცეს, შენ არაზუსტად დაწერე. აი, მოსულა. შემოატრიალეთ პასუხები. 3ჯერ. პასუხი არის 5. პასუხი არის 5 და შენ უფრო ახლოს იყავი. 3-1 ანგარიში. რამდენი წლის არის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი? რამაზ სვანაძე. იცი ამის პასუხიც? არა. მოიცა, ჯერ პასუხი დაწეროს, ეხლა გეტყვი მინიშნებას. ასაკში არის ერთი და იგივე ციფრები. და შუახნის არის. და შემოატრიალეთ 44, სწორია. 3-2. რამდენია ჯგუფა ხარატიშვილის სიმაღლე? აბა დაფიქრდით. 1.85 m, 1.89 m. 1 სანტიმეტრით აცდი, 1.90 m არის. გაათანაბრა 3-3. ბოლო გადამწყვეტი შეკითხვა. ჯამში რამდენი გოლი გაიტანა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე? შემოატრიალოთ პასუხები პირდაპირ. 22 და 19. კომენტატორმა წააგო. 17 გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრებმა. გილოცავ შენ მოიგე 3 თვიანი გამოწერა ეტანტაზე. ცოტა წაგეხმარა, მაგრამ მაინც იმსახურებდი, ხო? ალბათ მიმსახურებდი. 17 მაისს უყურე საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებას ეტანტას.com-ზე.